ელთოოდირის განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში მოსაზრება, რომელიც მმართველი გუნდის მიერ ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება და მის გაუქმებას ითხოვს ქვეყნის შიდა საქმეებში მორიგ-ჩარევად მიჩნევა ხელისუფლებისთვის. საუბარია ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვა ან პირბადით ყოფნა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. განმეორების შემთხვევაში კი ბრალდებულს 1 წლამდე პატიმრობა ემუქნება. ელთოოდირის შეფასებით ცვლილებების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით. როგორც ჩანს, ელთოოდირის რიგებშიც შეაღწია იმ ცრუ ნარატივებმა, რომელიც საბოლოო ჯამში აქაურ აგენტურას უნდა აძლიერებდეს. ამ შემთხვევაში გაუგებარი არის, რომელ პრინციპზე ამბობს ელთოოდირი, რომ ზღუდავს შეკრების თავისუფლებას. ამ შემთხვევაში და ამ დღეებში, რასაც უყურებთ და ამ პერიოდში შეკრების თავისუფლება ყველას აქვს, თუ ისინი მათი რაოდენობიდან გამომდინარე ხელოვნურად არ გადაკეტავენ ქუჩას, თუ აღნიშნული ადამიანები სახეს არ დაიფარავენ იმისთვის, რომ შემდგომში დანაშაული ჩაიდინონ და ამისთვის იყვნენ დაფარული, რომ სამართალდამცავებმა ვერ ამოიცნონ, თუ არ იქნება ცურვილი, რომ პარლამენტში შეიჭრან და პრეზიდენტის სასახლე დაიკავონ, ეს არის რეალურად რის საწინააღმდეგოდაც მიღებული იქნა ის გამკაცრებული ზომები, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ნამდვილად შეკრების და მანიფესტირების პროცესები. ეს ყველაფერი არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს მორჩილი და ის იყოს დაკავებული არა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვით, არამედ ის უპირობოდ ასრულებდეს დაკვეთას, მაგალითად არ კითხულობდეს და ისე აპროტესტებდეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, მაგალითად ის რომ გამოუგზავნიან ევროლიბერალები წერილს და მთავარ პოლიტიკურ მოედანზე მას ისე წაიკითხავენ, რომ წერტილმძიმის შეცვლის უფლებაც არ ექნებათ და უნდა ვიდგეთ ცალფეხზე, ისე რომ ცალფეხზე დგომას არ ვაპირებთ, შევაპირებთ იმ კანონების შემოღებას, რაც დაიცავს ქვეყნის სტაბილურობას, რაც ხელს შეუშლის რადიკალიზმის გაღვივებას და პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, დაიცავს მოქალაქეების უფლებებს და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ განვითარდეს ქვეყანა, ისე როგორც საკუთარ ქვეყანაზე საზოგადოების ინტერესს ესადაგება.